საღამოშვიდობის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოვლენები ყველა ფრონტზე, შიგნით თუ გარეთ, ელვის სისწრაფით ვითარდება. ამიტომ მე კიდევ ერთხელ გიხდით ბოდის, მაგრამ ალბათ ეს გაზაფხული მაინც იძულებული ვიქნებით, ხშირად შეგაწუხოთ პირდაპირ ჩართვებით, რაც ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან მეძლევა საშუალება გაგიზიაროთ აი ამ დახურულ სატელევიზიო სივრცეში, რომელიც ბოლშევიკების პერიოდის რადიო და ტელემაუწყებლობას გვაგონებს. აი გაგიზიაროთ ის, რაც არის სათქმელი და რაც უნდა ვიცოდეთ, ან ვიმსჯელოთ, ან ვიფიქროთ. დღევანდელი ჩართვა გამოიწვია ჭიათურის მაღარუელთა გაფიცვამ, ეგრეთ წოდებულმა აჯანყებამ, თუ რას ეძახიან, თუ აქციამ. და ალბათ სათქმელი უნდა ითქვას, კაი მრავალი წელი თავს ვიკავებდით ჩვენ რეალობის ასახვისაგან იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მანდ. პირველი დავიწყებ იმით, რომ ჭიათურა ეს არის ჩვენი ეროვნული ინკუბატორი, ნიჭის, გენეტიკის, ქართველობის, სიყვარულის, სილამაზის საოცარი ხალხი, საოცარი აზროვნების მასშტაბი. იქ არის არაერთხელ მithქვავს სიამაყით სოფლები, სადაც ყოველი მაცხოვრებელი, ყოველი ოჯახიდან თვითონ დოქტორია. ან დოცენტი მაინც მინიმალურ ვარიანტში. და ეს შემთხვევითი არ იყო. ეს ხალხი მართლაც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით და მიხვედრილობით და ქართველობით, სიყვარულის გამოხატვის უნარი აქვს რაღაცა საოცარი, მაგრამ პრაქტიკულად მოხდენ გენოციდში. მე მთლიან მოსახლეობაზე ვსაუბრობ ახლა და არ აჯანყებულებზე. ქვეშ ითხრება უპრაგონო შეიძლება ითქვას ის ორმოები, მაღაროები, პირდაპირ სახლების ქვეშ. ხშირად არის შემთხვევები და ადრეს დაფიქსირდეს, ჩვენ გავახმაურეთ, რომ თქვათ საუზმობენ დილით იქ პირველ სართულზე და ჩავარდა უცბად სამზარეულო დაბლა, იმიტომ რომ იქ გადიოდა გვირაბი. დამტრიანება, ღია კარიერები დაუშვეს, გაუშვიათ ლიცენზიები ბოლოს რო ვიყავი, რომ ღია წესით შეუძლიათ აწარმოონ მოპოვება ამ ნივთიერების და ეს იწვევს, რა თქმა უნდა, გარემოს საოცარ დაბინძურებას და ხალხს ჯანმრთელი ფერი არ ადევს, იმ ლამაზ ხალხს მართლა შეიძლება ითქვას, ფერი აღარ არის ჯანმრთელი, ახლა როდესაც რაღაცა გარემოს დაბინძურება და პრობლემები ორგანიზმში, ფერზეც აისახება, ხო? და ჰაერი სავსეა იმ მადანისგან ავარდნილი მტრით, სადაც მომწამლავი ნივთიერებებია გაჯერებული. და არავინ ამისი მაკონტროლებელი, ამისი გამსუფთავებელი სპეციალური აპარატურებია, რომელიც ყენდება, ეს მადანი გადის მასში, იქ იხურება, ილუქება, მიდის მონიტორინგი, კონტროლი, ჯუნგლებშიც კი ისწავლეს ასეთი რამ, მაგრამ აქ ახლა ზედმეტი ხარჯი რაზე უნდა გაწევონ ადამიანები ამათვის ხომ ესეთი მათემატიკური მოვლენაა შეიძლება ითქვას, თან მაქსიმუმ დაშვიდეთ საარჩევნო სტატისტიკისთვის და როგორც ხმოსნები, ასე რომ ვთქვა, სხვა ღირებულებას ადამიანებში ეს რეჟიმი ოლიგარქიული განსაკუთრებით ვერ ხედავს. თვითონ მარგანეცი ახლა მოგესწენებათ არის სოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული სტრატეგიული სიმდიდრე და ჭიათურის საბადო ეს საერთაშორისო ცნობილი ცენტრია, სადაც ამერიკული ინვესტიციები იყო ჯერ კიდევ 20-ან 30-იან წლებში, ეს ჰარიმანი ცნობილი ელჩი, ისტორიული პირველი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებისა სტალინთან საბჭოთა კავშირში, სწორედ ჰარიმანის კონსენსია იყო, აი მაგ ოჯახს ეკუთვნოდა, მას ეკუთვნოდა ეს რევოლუციამდე ეს საბადო და სტალინი ხშირად მოლოტოვს ეუბნებოდა, რომ ჩვენი ჭიათურელი კაცი ჰარიმანი, როდესაც ან მოინდომებდა შეხვედრას, ან ელოდებოდა მასთან საუბარს, აი ესე ნახევრად მეგობრული დაცინვით თბილად მოიხსენიებდეთ. ნუ მოკლედ მარგანეცი არის მართლაც აი ესეთი იშვიათი მეტალი, რის გარეშეც არ მზადდება უჟანგავი ფოლადი, ბრონი, აი ჯავშანი, საბჭოთა კავშირმა ჭიათურის მარგანეცს მოიგო მეორე მსოფლიო ომის ჯავშნები, ტანკებზე, ჯარისკაცებზე, მასალით მზადდებოდა. გააქვს რკინიდან ჟანგბადი, რაც აი დაჟანგიანებას აცილებს თავიდან ამ მეტალს და აძლიერებს მის თვისებებს და ნუ სტრატეგიული
ნივთიერება სტრატეგიული საბადოა, რომელსაც შეუძლია შეინახოს მთელი საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ არ იყოს ის ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი. და რეალურად დღეს ეს საბადო იმყოფება ბიძინა ივანიშვილის სრულ მფლობელობაში, შეიძლება ითქვას. მან იყო ამერიკული კომპანია ტეხასიდან ივანიშვილის მმართველობის დასაწყისში. კრუზი, ჩვენი მეგობარი სენატორი, ძალიან განიცდიდა ამ კომპანიის გარშემო შექმნილ პრობლემებს, რადგანაც ამერიკაში და ევროპაში წესია, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში აწდება მათი ბიზნეს კომპანია რაიმე პრობლემას, აკითხავენ პოლიტიკოსებს, სენატორებს და დეპუტატებს და უგნებენ, რომ ჩვენ ესე გვზღუდავენ და ძალიან ბევრი საჭიროები მოდიოდა ამ ტეხასური კომპანიისგან, რომელიც ჭიათურაში, მე მგონი ფორმალურად ეხლაც ისინი არიან ქაღალდზე. იყვნენ და აღშფოთებული იყო კრუზი და მისი აპარატი არაერთხელ ჩემთან გამოხატეს ეს მე ვაცხადებდი კიდევაც 10 წლის წინ 12 წლის წინ თუ გახსოვთ YouTube-ზე არის ჩანაწერები არაერთხელ გამოხატეს ჩემთან რომ რა ხდება თუ არ გინდათ ახლა ამერიკული ინვესტიცია რომ იქ იყოს მაღალი მოპოვების სტანდარტი, მაღალი ტექნოლოგიები, საერთაშორისო არენაზე გასვლა, ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, სამუშაო ადგილების გამრავლება, ეკოლოგიის დაცვა თუ არ გინდათ, ну მაშინ გამოდის რომ იქ თვითმკვლელი მთავრობა ყავდა აზრუნავს ხალხზე და არ უნდა რომ ინვესტიციები ამერიკული შემოვიდესო, ხო და რა თქმა უნდა ახლა მეც შეწუხებული ვიყავი ამაზე, ну კრუზის სენატორი იყო ძალიან აღშფოთებული შეიძლება ითქვას და ამ აღშფოთების შედეგი ერთ-ერთი შედეგი გახდათ 2020 წელს სწორედ კრუზის მიმართვა ალბათ რა ვიცი ბევრს გახსოვთ კრუზის მიმართვა სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის ფინანსთა სამინისტროზე იმის თაობაზე რომ დაესანქცირებიათ ბიძინა ივანიშვილი იქამდე მიიყვანა სენატორი რომელიც ძალიან მძიმედ იღებს გადაწყვეტილებებს შიგნითაც და საერთაშორისო ურთიერთობებშიც. Ну, რა თქმა უნდა, არაფერმა არ უშველა ამ ლუბიანკის აგენტს, ჭორვილელ აგენტს, არც ამ საკითხში. მან მაინც მიაღწია თავისას, ფაქტურად ამერიკული კომპანია გაიყვანა ჭიათურიდან, დანიშნა დროებითი მმართველობა, დროებითი მმართველი და ეს დროებითი მმართველი აღმოჩნდა ვინ? არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი რიჟა ბიზნესმენი, ნაცი ბიზნესმენი კაპანაძე, რომელიც ჯერ ნაცებს შეეთხარა ერთ ადგილას, იქ უგულავას და სააკაშვილს და იმათ, დადიოდა იქ მათთან ოჯახებში, იქ რა ვიცი, დაბადების დღე პიკნიკები, კოქტეილისმა, მაგრამ დადიოდა არა შეუერაღებელი. მოსასმენი აპარატებით სრულიად აღჭურვილი და იმ წლებში თუ კი რამე ილაპარაკეს, იღადავეს, ისაუბრეს, განიხილეს ყველა ეს ჩანაწერი მიუტანა ივანიშვილს, მე 2012 წელს რა თქმა უნდა, ამი დაიმსახურა მაღალი ნდობა და დაიმსახურა დროებითი მმართველის პოსტი ჭიათურ მარგანეცში და მთელი მილიონები, ასეულობით მილიონი მოაქცია ივანიშვილის ოჯახის განკარგულებაში, რა თქმა უნდა, თავის ჯიბეშიც. ის რომ აღნიშნული არ გახლავთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მოგახსენებთ ოფიციალურ მონაცემებს თუ როგორ გაიფლანგა ამ ხალხის შრომა და ჩვენი ეროვნული სიმდიდრე აგერ თან არც მალავენ არც ერიშინიათ არც ერიდებათ არც იცხვიათ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ფრონტმა 2022-23 წლებში ჭიათურიდან სესხად წაიღო 286 მილიონი გაგიგიათ ასეთი რამე რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ხელმძღვანელის ფონდმა რომელიმე ქვეყნის რომელიმე მაღაროდან სესხი წაიღოს თუნდაც 1 მილიონი თუნდაც $10 აქ საუბარი 300 მილიონამდე ხალხი და ეხლა უკვე იმ სტადიაშია საქმე რომ ან უნდა დააბრუნოს ივანიშვილმა ეს მოპარული მიტაცებული 300 მილიონი აი ამ ხალხის და ამ ქვეყნის ფული ან უნდა გააკოტროს კომპანია გამოაცხადოს გაკოტრების რეჟიმი რის შემდეგაც ეს ვალები ჩამოწერილი იქნება ისევ ხალხის და ყველა თქვენგანის ხარჯზე ჩამოიწერება გაკოტრებულ სხვა აღარებას თქო რამის გადახდეს ხო კომპანია და ვერც ის გაკოტრებული მოითხოვს რამის ანაზღაურებას
და მე შეუცვლის საკუთრების ფორმას, მიიყვანს ახალ რიჯას, ახლა შავტუხას მიიყვანს ვიღაცას სამშობლოა, ან შავუკანალიანს, ქვეყანა ყავს ეგეთი და ესე გონიათ რომ გააგრძელებენ ცხოვრებას და ეს გრძელი შესავალი დამჭირდა, იმიტომ რათა მოგახსენოთ რომ აღნიშნული აჯანყებული მაღაროელები მათი ლიდერები, რიგითებს არ ვეხები, წარმოადგენენ ივანიშვილის აგენტურას, სუსის აგენტურას, რომელმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ პარტიებს არ მიიკარებენ, აბა რა ვირის ფეხებს მიიკარებთ, თუ პოლიტიკური მოთხოვნა და პოლიტიკურად იბრძვით და პოლიტიკურ უფლებებს იცავთ თქვენსას და სოციალური სფერო პოლიტიკური უფლების მთავარი გაკუთხებია, მაშ ვის მიიკარებთ? მაშ თქვენ გწოდნიათ პოლიტიკა და წამოდით პოლიტიკაში შექმნით პოლიტიკური პარტია და მოვთქვათ მართლობაში. ან გვასწავლეთ რაიმე ლექცია წაგვიკითხეთ პოლიტიკური სისტემების სრულყოფაზე და ეკონომიკურ რეფორმირებაზე, მათ შორის მაღაროებში. თავიდანვე განაცხადეს, რომ არ მიიკარებენ პოლიტიკოსებს და რაც თავარია განაცხადეს, რომ არავითარ ახალ არჩევნებს ხარს არ უჭერენ და არ ერევიან პოლიტიკაში. ეს უკვე მათი ტრადიციული სტილია, ეს წლები რამდენჯერაც გაიფიცნენ სუსის და ივანიშვილის დავალები და მოაწყვეს ეგრეთ წოდებული ამბოხება, აქცია თუ პროტესტი ყოველთვის აი ესეთ განცხადებებს უმძღვანიებდნენ წინ, რომ არ გვინდა პოლიტიკოსები, არ გვინდა პარტიები, არ ვერევით პოლიტიკაში, არ გვინდა ახალი არჩევნები, არაფერი არ ფუჭდება, ჩვენი სამოთხე გვინდა ეგ ჭიათურაში მოვაწყვეთ, ჩვენი ხელფასები მოგწონდა და სხვა. ეხლა ეს ხალხი გამოყვანილია გაბიცვაზე და იმ აქციაზე იმ მიზნით, რომ გაკოტრება გამოაცხადოს ივანიშვილმა ამ კომპანიის გაკოტრება და ამის შედეგად შეიტყაპუნოს აი ეს სესხად აღებული მათგან წართმეული 300 მილიონი. და ეს ხალხი სამწუხაროდ ორგანიზატორები ამ აქციის არიან სუსის აგენტურა ივანიშვილის ოჯახური ინტერესების განმახორციელებლები. თუ ეს ასე არ არის და თუ საჭირო გახდება ბოდიშსაც მოვიხდი და არასწორ ინფორმაციას მოგახსენებთ, კეთილი ინებეთ მიმართავ ამ აქციის ორგანიზატორებს, ენა რო გავუდიათ მხარზე. აგერ არის 2 მეტრში ივანიშვილის სოფელი ჭორვილა, საიდანაც ეს უბედურება წარმოიშვა და მოედო მთელ საქართველოს და მათ შორის თქვენ მაღაროსას, თქვენი მუშაკე, თქვენი კოლეგა იქ მუშაობდა მაღაროში, მე ეგ დარჩენილიყო ეს ივანიშვილი. გადადით ჭორვილაში და სადამდეც მიხვალთ. მისი სახლის კარებთან, მისი სოფლის ცენტრში, მისი სოფლის შესასვლელში, ან შესასვლელის ნახევარგზაზე დაეცით კარვები და დაიწყეთ აქცია ჭიათურის, მარგანეცის ხალხზე, სახელმწიფოზე, თქვენზე დაბრუნების მოთხოვნითა და ახალი არჩევნების ჩატარების ულტიმატუმით. აი მერე იქნება ყველასთვის გასაგები, რომ თქვენ მართლა იბრძვით შედეგისათვის და არ მოქმედებთ აქციის ორგანიზატორებზე ვსაუბრობ, არ მოქმედებთ სუსის და ივანიშვილის დავალებით, რომელიც მიზანია საბოლოო ჯამში შეიტყაპუნოს ეს 300 მილიონი და კვლავ გამოგიყენონ თქვენ როგორც იარაღი მიზნის მიღწევის გზაზე. აი ეს არის ის რეალობა, ის მწარე რეალობა, რაც სამწუხაროდ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ ყველა ამბოხებულმა და აჯანყებულმა თავისი სფეროს გამო ეს მაღარო იქნება, ფერმა იქნება, რაღაცა აგრარული სფერო იქნება, როგორც კი გამოაცხადებს, რომ პოლიტიკა არ უნდა, პარტიები არ უნდა, ეს უკვე უნდა იცოდეთ, რომ იქ სუსია. იქ ვიღაცა იბრძვის საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის და ამისათვის იყენებს ხალხის მასას. სხვა შემთხვევაში, თუ მართლა ეს არის არამართული სპეცსამსახურებიდან არამართული პროცესი, იქ უნდა უხაროთ პარტიების და პოლიტიკოსების მისვლა. მიუხედავად იმისა, ეს პოლიტიკოსები ახლა რეიტინგულები, არა რეიტინგულები, ერთმანეთს უყვართ, არ უყვართ, რამე დააშავეს, არ დააშავეს, ანგელოზებია, წმინდანებია, თუ უწმინდურები, თუ ვინც არიან. რაც მეტი პოლიტიკოსი მივა, რაც მეტი გამოვა სიტყვით და მხარს დაუჭერს, მეტი ეფექტი, მეტი რეზონანსი, მეტი შიში ექნება ხელისუფლებას, რომ მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს არის სოფლოში აღიარებული წესი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში უკუღმაა გაგებული, რის შედეგადაც ადამიანთა ინტერესები ასეთი გაფუძნების დროს არ კმაყოფილდება, უფრო უარესდება ვითარება და საბოლოო ჯამში ეს ხალხი გამოდის მსხვერპლი თავისივე თავის ვიღაცის ხელში იარაღით გამოყენებისა. სხვა შორის იგივე ხდებოდა რაც თავი მახსოვს ტყიბულში. ტყიბულელებიც ასე დაიწყებდნენ რაღაცას, მაგარი ხალხი ასევე ისინიც
და მე რეიტყვედა რომ არ გვინდა პარტია და პოლიტიკოსები და დაგვაცადა და ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ და აგერ მიხედავდნენ თავიანთ საქმეს ჩამოიქცეოდა შახტა დაიხუცებოდა ერთი 10 კაცი კიდევ მე ისევ გამოვიდოდნენ აქციაზე ისევ მივიდოდა სუსი ისევ შეებავდნენ ასე რომ ვთქვათ და ასე გრძელდება უსასრულოდ სანამ ჩვენთან ხალხი არ ისწავლეს თავისი შრომით უფლებების დაცვას და ამ დაცვის ფრონტში მთელი პოლიტიკური სპექტრის ჩართვას და სანამ იფიქრებს გულწრფელად რომ არ იყოს შეგულენებული სპეცსამსახურებიდან რომ აი თავის საქმეს მოაგვარებს და არავინ არ სჭირდება დამხმარეთ ხო მანამდე საქართველოში არ გამოილევა ივანიშვილები რიჟები შავტუხები კალაძეები და სხვა და სხვა აი ეს ნიადაგი აი ეს არასოლიდარობის ერთმანეთთან გვერდში არ დგომის აი საკუთარ მამულში ჩაკეტვის საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდევის ფსიქიკა ქმნის მე ოლიგარქიული მმართველობისათვის შესაბამის პირობებს მთელ ქვეყანაშიც და გლობალური მასშტაბებიც. აი ეს მინდოდა მე თქვა. ეს რო იცოდნენ პირველ რიგში გაფიცვის მონაწილეებმა კეთილი ინებეთ გადაბზანდით ჭორვილაში. და გააგრძელეთ იქ კარვებში ყოფნა და აქციები, მალამ სანამ არ იქნება ჭიათურ მარგანეცი გამოცხადებული სახელმწიფო საკუთრებად, თქვენ არ იქნებით მიჩნეული აქციონერებად, სააქციო სოციალიზმი ხო არსებობს თან სოფლიოში, ყველა მუშაკს და იმას უფორმებენ აქციების წილს და არის მოგების წილშიც. აი მანამდე არ შეწყვიტოთ ეს პროცესი. სხვა შემთხვევაში ვიმეორებ ეს თქვენი ღონისძიება თუ ღვინისძიება თუ ხიფათის ძიება დამთავრდება იმით რომ ივანიშვილი შეიტყაპუნებს იმ 300 მილიონს თქვენ ფულს სხვათა შორის. რუსუდან ყანჩაველი შემართლა გამყიდველო ვაი შენ პატრონს ვინ არის რუსუდან ყანჩაველი ხვიჩა ჭანტურია ვირეშმაკ პოლიტიკოსებს არ იკარებენ იმიტომ რომ ხართ ყველანი სარგებელზე ორიენტირებული ვაჭრუკანები ასე შალიკო ასე გიცნობენ საქართველოში ყველა ნორმალური ადამიანი აი ხვიჩა ჭანტურია დაიხსოვნეთ ეს ვინ არის აბაშიდან წერს დაქორწინებული ყოფილა იმედია კაცზე არაა დაქორწინებული ხო რამენაგეთ სასეულ აბა ეხლა ასეთ ხალხი მყავდა მე მხედველობაში წინა გამოსulis დროს 70% ბიონაგავი რო უწოდა ეხლა ეს ყანჩაველი და ჭანტურია ბიონაგავი აბრაუბედურება ხალხო აი ასე რო აზროვნებენ რამ სარგებელი უნდა მქონდეს ეხლა მე ჭიათურ მარგანეციდან ნორმალური ხარ ავამტყოფი ხო ხარ პათოლოგი ხო ხარ ასე რო ვიფიქრებ რა ინტერესი უნდა მქონდეს მე ხლა ჭიათურაში ან იქ ჩასulis რა ინტერესი უნდა მქონდეს თუ არ ჩავთვლით რომ ჩასულ ახლა ყოველთვის მიხარია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ასევე რომ ხალხი შეხვდე და გავესაუბრო და მოეფერო. აბა ეხლა აი ამას რო დაწერს ადამიანი. ხო. ეს გვარები დაიხსოვეთ კარგად. აი ეს ყანჩაველები, ეს ჭანტურები, როცა ხელისუფლება შეიცვლება, არ უნდა გაეკარონ სახელმწიფო სამსახურს. უნდა აეკრძალოს აი ამ ტროლ ბოტებს და აი ამათ ჩხაბნელებს. სულ ერთი ესენი უცხოეთიდან პოსტავენ თუ ადგილიდან პოსტავენ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ან სამუდამოდ ან მნიშვნელოვანი ვადით აი ეს ხალხია რომელიც აღვივებს სიძულვილს ქვეყანაში აღვივებს შუღლს აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას და უდგას დარაჯად აი ივანიშვილის ხალხი ჭამია რეჟიმს ეს ხალხი ჭამია რეჟიმია ქვეყნის ჭამია რეჟიმია მაღაროს ჭამია რეჟიმია და ესენი ათეთრებენ და აპრავებენ მე როგორც იტყვია ხო დავითი წერს ტროლბოტების შემოსევა ხო ეთქობა შემოგვისწეს ტროლბოტები იქიდანაც დასტურდება ჩვენი ვერსია რომ ეს აქცია ორგანიზებულია უშიშროების და ივანიშვილის მიერ რომ აი ჩასაფრებული არიან მაგათი მწერლები და აი აბაშიდანაც კი იმ ჭანტურია მაგათ აქ მოგწერა მოკლედ რისხანე message და ანუ სწორად გვივარაუდია ხო ხო ერთი წამი რო არ შემეშალოს ახლა წამოვიდა კითხვები ბარემ კითხვებზეც გავცეთ პასუხი რომ არ დარჩეს რაღაცა ვაკუუმი დღევანდელი ჩართვის შედეგად
ნინა პავლეშვილი, მადლობთ ქაბალდონო ნინო, გვახალისებს, კარგია რომ შემფასებლები, დამფასებლებიც ყავს კრიტიკოსებთან ერთად, თუმცა მათ კრიტიკოსები არ ქვია, ესენი არიან კრიმინალი რეჟიმის მსახურები, დამნაშავეები და ვიმეორებ, აი ამათ უნდა აიგრძალოთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. და მას აუცილებლად გავაკეთებ და აი ამათი თანამოაზრეები უცხოეთდა რო პოსტავენ, ვითომ ემიგრანტები. უნდა გამოაძევოთ ამერიკიდან და ევროპიდან. ჩვენ ალბათ გავაკეთებთ მალე ცხელხას, კატალოგს, რათა გვაცნობონ, თქვა პარიზიდან, ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან, იმიდან რა ქვია, ნებისმიერ ბარსელონადან, მადრიდიდან, ათენიდან, ვინ არის კოც-ტროლი, აი ეს, კოცი გამწარებული, რომელიც ევროპაშია, ამერიკაშია, ჭამს იქაურ ბიუჯეტს, იქაურ პულს და აგინებს იმას რა ქვია, დასავლეთს, აგინებს ოპოზიციას აქ და იცავს პუტინსა და ივანიშვილს. ეს ხალხი, ამ ხალხის სია უნდა გაკეთდეს, მე ჩვენ გადავაგზავნით აღნიშნულს ამერიკის შესაბამის სტრუქტურებში, ევროკავშირში და მათ გამოაძევებთ იქიდან. ჩამოეთრევიან აქ და მე ნახავთ რა ხმაზე აღრიალდებიან ერთი. აქ რა შეჭამენ და რას დალევენ და რას იმუშავებენ. ხო, ზურა წერს, ბატონო ზურა, გვარს არ წავიკითხავ ზოგიერთსაც თუ ისეთი დელიკატური მესიჯია, რომ რამე პრობლემა არ შეექმნა, სავისი ვერ არიან ნორმაზე აგერ დახვედრიან იმ ბიჭს, როგორია ეს ბიჭი, უცემიათ სახლთან, იმიტომ რომ რაღაცა თქვა იმ ყაველაშვილზე. ნუ მოკლედ დაკარგული აქვს აი ეს წონასწორობა შეიძლება ითქვას. ბატონშალვა, რატომ არავინ არაფერს ამბობს რამეს იმაზე ოპო სახეებიდან, რომ ყაველაშვილი არავინ დაასანქცირა. რატომ არ აქცევთ ამას ყურადღებას? ნუ თუ მისი გამოტოვება არაფერს ნიშნავს, ჩვენ მოძირულობაზე ყაველაშვილი დასანქცირებული და არ აღიარებულია. არავინ არ აღიარებს მას პრეზიდენტად. ნუ გარდა იმ დიქტატორი ლუკაშენკოებისა და იქ რა ქვია ალიევის და ნუ ალიევთან დაკავშირებით ჩვენ ალბათ ამ დღეებში გვექნება ჩართო, მე სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ვფიქრობ, ეს პიროვნება როგორც ივანიშვილის თანა მძრახველი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ქართველების, აზერბაიჯანელების, ნებისმიერი ის და ეროვნების წინააღმდეგ ვინც აქვს ცხოვრობს, თანამზრახველია ივანიშვილის, მისი დამცველია, მისი ლობისტია და მე მის სანქცირების აკრძალვაც ვიმუშავებ დასავლეთში. უკვე ამოვიდა ყელში, როდესაც ბაქოს სამთავრობო სტრუქტურები გახდა თავშესაფარი იმის რა ყობახიძის, პაპუაშვილის და მდინა რაძეების და ამათიდან ის უკვე აღარ შეიძლება, ეს უკვე ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება. აი ამ მაიმუნობას ბატონ ალიევს ურჩევნია გახსნა სახმელეთო საზღვარი საქართველოს აზერბაიჯანს შორის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელებიც, იქაურებიც ყველა გადავიდეს, გადმოვიდეს თავისუფლად საზღვარზე, აკეთონ ბიზნესი, მოინახულონ ნათესავები და არ იყოს ჩაკეტილი და არ იყოს გალავანი აჩენებული. მაგრამ მას ურჩევნია, რომ ივანიშვილს გაუხსნა საზღვარი და გაუხსნა სივრცე და ხალხს. ამიტომ ალბათ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებითაც. ეს დავით აკოპიანი რაუბედურობა რამდენად გაიყიდეთ, რაღილ შალმათელაშვილი, ბიჭო, შეცვალე ტექსტი რა 10 წელია ამას წერ. ბატონო დავით, თუ არსებობ, ეს მე მგონი ტროლ ბოტია და თანაც ფსიქიურად ვერ არის კარგად სამწუხაროდ ფსიქიური დახმარების სისტემა ამ ქვეყანაში მოიშალა თავის დროზე. აგერ როცა ივანიშვილს დაშიოდა ფსიქიატრიული დახმარება, მოგეხსენებათ, სერბსკის ინსტიტუტში იწვა 6 თვე 90-იან წლებში შევარდნაძის ექიმი ბოხუ ახლდა, მაგრამ როგორც ხედავთ, კურნალობა მუშედებოდ ჩაერა სრულიად და სამწუხაროდ ზოგი შეშლილი კეთილია და ძალიან საყვარელია და ამაშიც არ გვაქვს ბედი, ეს ბოროტი შეშლილია, ბოროტი. აი ეს. აი საკოპიანიც ამის ჭკუისა. ქეთი დიდი ხანია არ დაგეწერია ტროლო, ხო, ტროლია რა თქმა უნდა, ქეთი ბუნებრივია. გიგა ლომაია, შალიკოშე ბეყე, აბა ელაპარაკი, რაღაცა უნდა დაწეროს ამ გაჭირებულმა 10-არიანმა პოსტავმა და ეხლა რომ ჩაეთვალოს, მაინც დაწერა რაღაცა ეხლა, ბეყე, ხო, ბეყე. შენის ხარ რა ქვია, აინშტაინი, კი მე ბეყე. მარინა, ვისაც არ მოგწონთ, რას იკლავთ თავს შალვას ყურებით. გეთახმებით, ბატონო მარინა. ნუ უყურებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს შიშველი სიმართლე ამათ ანგრევთ. აი ამ შიშველმა სიმართლე მიიყვანა რეჟიმის სანქცირებამდე, რაც ვერ წარმოედგინათ. და ასევე გაუგრძელებთ, სანამ არ მოხდება მათი პოლიტიკური საფლავის დაგვირგვინება, საფლავის ქვის ჩათვლით, რომელსაც ჩვენ დავადებთ აუცილებლად. გაბრიელა, ყვა მოღრეცილი შპიონი.
ამ ყბაზე ხშირად მოდის შენიშვნები საქმე იმაში რომ ერთი 20 წელი აქ კვილი მაკლდა და სიგარეტს ვეწეოდი დღეში 2 კოლოფს ამ მხარეს და ეს თუჩი ჩამივარდა ცოტა აი მარჯვენა მხარეს და ნუ რაღაცა მომენტებში შანსდა კი მითხრეს ახლა ის რაღაც კოსმეტიკური ის გაიკეთო манипуляცია თუ რასაც იკეთებენ აი რაღაც კალაძეს აქვს თუჩები რო აქვს დაბერილი დიდად მე ვფიქრობა კაცი მამაკაცი რაც არის ის უნდა იყოს ყოველგვარი კოსმეტიკისა და ყოველგვარი ბოტოქსის გარეშე ეს პუტის რო დაბოტოქსებული სახე ყველგან რო აქვს დასებული ხოლმე ხანდახან მამის კულელები თუ შეხედა არ მიმაჩნია სწორად რაც არის ადამიანის უნდა იყოს ამდენად კი ბატონო წერეთ ხა მოგრეცილი გინდა გადაღრეცილი თუ ეს ძალიან გაღელვებთ ახლა სიძეთ არ გინდივართ იმედია და სხვა ამ წერლებს მიმართავ დიახ დიახ კიდევ ალბათ ხო არის სამი კიდე საინტერესო კითხვები ზუროთ ხო აი ყაველაშვილის იმაზე მეორე შეკითხვა ყაველაშვილი დასანქცირებულია ყველაზე ცუდი ფორმით არ არის აღიარებული საერთოდ არ არის აღიარებული პრეზიდენტად და შესაბამისად სანქციების საკითხიც მოიხსნება ახლა მე თუ არ ვარ ფეხბურთელი სიტყვაზე ყაველაშვილის სფეროდა რომ მოიყვანო მაგალითი ხო ვერ დამაჯარიმეს საჯი ხო და ვერც ჩემს გამო კუთხოს ვერ დანიშნავს და ვერც ჩავაწვდი საჯარიმოს ნუ აი ეს არ არის აღიარებული რა უნდა დაასანქცირო ყველაზე მართალი პოლიტიკოსი ხართ, იმიტომ ვერ გიტანთ ბევრი ბონი, მაია. ნუ ახლა ყველაზე მართალი ვერ გეტყვი ახლა ძნელია საკუთარ თავზე, მაგრამ ნუ ერთ-ერთი აღვირახსნილ სიმართლეს რო ვამბობთ, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად ამ ქვეყანაში. მზია გიანაშვილი ვეფხიშილი. სამარცხინო ხარ ამ მომენტში. რა მომენტში არ ვიქნები ქალბატონო მზე სამარცხინო იქნება მომწერო და გასიამოვნოთ იმ მომენტით. უჩა არის ხო ეს რაღაცა ფსევდონიმია როგორ ჩანს დიდ ადამიანებს ახასიათებს ფსევდონიმის აღება. ჭავჭავაძეზე რაც მოხდა ადამიანი რომ ჩაცხრელეს ამაზე თქვით რომ ბატონო შალო ემიგრანტი ვარ და მაინტერესებს ძალიან გარემო. არაფერი ჩამოძვრფასო ხდება ჩვეულებრივი კრიმინალიტეტის გამოსვლა ქუჩაში, მანამდე კრიმინალიტეტი კარგად იყო მოთავსებული კაბინეტებში და სტრუქტურებში, ეხლა უკვე იმდენი ცოდვა დაგროვდა მათ საქმიანობაში, მათ შორის ურთიერთობებშიც, რომ ქუჩაში გადმოვიდა გამბო 90-იან წლებში ეს მოხდა, სხვა არაფერი, ასე იწყება არეულობა და ქაოსი. აი ამის ნიშანია, რომ შუა ვაკეში პანაშვიდზე პირდაპირ კაცი ჩაცხრილეს, თან დაცვა ყავდა ამ კაცს. თქვენ წარმოიდგინეთ დაუცველი ადამიანი როგორ იქნება და გადაადგილდება. დაცვა ყავდა ადამიანს, არ ეკვა ახლა ესეთი ხელწამოსაგრავი ჩვეულებრივი პერსონა და ჩაცხრილეს. ძალიან ძიმე ამბები წავა თუ ეს რეჟიმი მალე არ მოვიცილეთ. იმიტომ რომ აი ეს როგორ არის და 4 კილო დაგუგდება ქვაბში ის აგლიჯავს მე ხო მსახურობს. აი ესე აგროებს ივანიშვილი 4-12 წელია იმ ქვაბში, რასაც სახელმწიფოებრიობა ქვია და ეს 4 კილო მზად არის ასაფეთქებლად. ამ დროზე უნდა აი ესეთი ნახვრდი გავაკეთოთ, რომ აფეთქების გარეშე გავიდეს. მოხდე. გავიდეს და ბოლოს ჩვენ მივიღოთ სახელმწიფო, დაებრუნოთ სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ეს მოგვენატრება ეს ერთეული შემთხვევები, ისე წავა საქმე. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, რაც ვიხილეთ გუში. მოგესალმებით ბატონშალო, ყოველთვის თქვენს მენელი ვარ ციალა, მადლობთ ბატონო ციალა. მარიამი, ბატონშალო, განათლების სისტემაზე გითხარით ერთ-ორი სიტყვა. განათლების სისტემაში უნდა დამთავრდეს პოლიტიზაცია. უნდა მოხდეს ცენტრალიზება საგანმანათლებლო პროგრამების. დაწყებული 1 სექტემბრის აღდგენით 1 სექტემბერი უნდა გაადგეს სწავლის დაწყების რიცხვად ეს ველოდით ყოველთვის მოვლენა იყო 1 სექტემბერი არ გაიგებ ახლა ვინ როდის იწყებს ვინ რას იწყებს უნდა გაუქმდეს ყველა კერძო სკოლა ბავშვებმა უნდა ისწავლონ საჯარო ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში კერძო კოლეჯი, კერძო სკოლა, გაქცევებული მშობლების გაქცევებული ბავშვებისათვის. აი იქიდან იწყება ოლიგარქია, იქიდან იწყება უთანასწორობა, იქიდან იწყება ბატონყმობა, იქიდან იწყება ყველა უბედურება, რაც შეიძლება მე ჩვენ სახელმწიფოს და შრომავლობას დაუჯდეს ტრაგედია და ყველაფრის ფასად.
და რა თქმა უნდა მინიმუმ ორჯერადი საბიუჯეტო უფასოება ყველა მინერალით სავსე და გემრიელი ბავშვებისათვის სკოლაში. ეს გარდაუვლად იქნება გაკეთებული როგორც კი ამ რეჟიმს მოუცილებთ. აი 300 მილიონით რაც ახლა წამოიღო ივანიშვილმა ჭიათურის მაღაროებიდან და შეიტყაპუნა, აი იმით უფასოებას დაანიშნავთ. აი ასე ფლანგება რესურსი და არ არის რით უნდა დავნიშნოთ, როგორ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს, თავიანთი ბავშვების საჭმელად ასეულობით მილიონებს შოუღებენ. და სხვა ბავშვი არ უნდა არჭამე არ უნდა, არამედ რაც ახლა ბავშვებს ემართებათ, მიდიან ჯართის შეგროვების დროს, იხოცებიან, მიწა იმსგლოვა, კედელი ინგრევა, იქ ფოთში ბავშვი მოიტანა ჯართს აგროვებ და აქეთ თბილისში მიწამ ბავშვი ჩაღლაპა ჯართის შეგროვების დროს, პარკებში გადიან, იხოცებიან, დენი არ ტყავს, იხჩობიან და ეს ყველაფერი შერჩა ხელისუფლებას დღემდე, არაფერი პრობლემა არ არის. ერთი ბავშვის სიკვდილი ამერიკაში რადგან რევოლუცია გამოუწია. საფრანგეთში რა სამოქალაქო ომი იყო ფაქტურად 2 წელი, აი ეს ბავშვი რომ იმ ელექტრო კიოსკში გარდაიცვალა იმის გამო რომ პოლიციამ იზრდებოდა თუ რაღაცა რთული ისტორია იყო. ანუ იქნება განათლება, გვექნება სახელმწიფო, არ იქნება განათლება, იქნება ივანიშვილიზმი ქვეყანაში. რაც იმედი არ იქნება. თქვენი აზრი ბოჭორიშვილის და აშიშის ელჩის შეხვედრაზე მე გუშინ გავაკეთე ჩართო რომ არქენერბულად და გითხავით რომ არაფერი კარგი არ ხდება ქოცებისა და ივანიშვილისთვის ამერიკის ელჩმა ჩამოუტანა ვაშინგტონიდან გზავნილი იმის თაობაზე რომ სასწრაფოდ გამოაცხადონ ახალი არჩევნების დანიშნვა და განთავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. აი ეს გადასცა ამერიკის ელჩმა და ეს დადასტურდა კიდევაც დღეს გუშინ რაც გითხარით ხო? არაფერი არ ემუქრებათ კარგი. იმის მიუხედავად ახლა რას მოილაპარაკებენ უკრაინაში, უკრაინის თემაზე ტრამპი და პუტინი, ევროპა და პუტინი, ვაშინგტონი და ბრიუსელი, ის პეკინი და ვაშინგტონი და მოსკოვი, თეირანი და ის გლობალურად რა მოხდება? ამების ყველაფრის მიუხედავად არაფერი არ ეშველება ოლიგარქიულ რეჟიმს ივანიშვილისაც. განწირულია და რა ტრაგედია რომ ამას ვერ ხვდებიან. მეცაც გეტყვით, სიტყვაზე რო აღდგეს ერთად აგიფაროს საბჭოთა კავშირი ძველებური ფორმით აღდგეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია როგორც ერთადერთი მართველი ძალა ყოველგვარი არჩევნების გარეშე გაუქმდეს პოლიტიკური სისტემები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში აი მაშინაც კი არავინ არ დატოვებს ივანიშვილს საქართველოს ლიდერად და ამ რეჟიმს მაშინაც კი არ დატოვებენ და პირიქით დაიჭერენ და ხალხს ასიამოვნებენ რადგან იციან რომ ხალხს აი ამ სუბიექტის და მისი კლანის სატანა არ აქვს და ასე ეკეთებდნენ ბოლშევიკები წინა პერიოდში ის ლანა ღოღობერძე რომ გამოდის ახლა და ყველა რევოლუციის დროს დედოფლობა უნდა მაგის მამამ დაამყარა საბჭოთა ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში 20-იან წლებში მოუძღოდა რუსეთის ჯარებს იყო ქვეყნის ხელმძღვანელი მოსკოვიდან დანიშნული მუსრიგავლო ქართულ ინტელიგენციას დახვრეტები და ყველაფერი მის სინდიზია მე სტაცეს ხელი და დახვრიტეს ვინაიდან ხალხმა უკვე იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე არ ჰქონდა მორალური ავტორიტეტი და მოიცილეს ასე ცილებდნენ ასე გამოიყენა ვთქვათ უკლონისტები ერქვათ ქართველ კომუნისტებს რომლებიც ფიქრობდნენ რომ რუსეთის ჯარების შემოსვლისა და ჟორდანიას მთავრობის საფრანგეთში გაქცევის შემდეგ საქართველოს დარჩებოდა დამოუკიდებელი. იყო იქ უკუჯავა და ბუდუმდივანი ესეთი ცნობილი კომუნისტური ლიდერი და ეს ჯგუფი აწვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსებმა უთხრეს თქვენ ბიჭო სიცხე არ რა დამოუკიდებლობა და მიახურდეს ყველა მოხდა რეპრესიებში. ანუ მე რა მინდა ამ მაგალითებით ვაჩვენო რომ მორალურ ავტორიტეტ დაკარგული ლიდერი არავის არ უნდა არავის აღჭირდება და ის რაც თბილისში ხდება თვეობით თუ არ წყდება პერმანენტული მიტინგები რაც არ უნახავს სოფლიო პოლიტიკურ ბრძოლის ისტორიას დიქტატორის წინააღმდეგ ხო ეს ნიშანია იმისა რომ არც რუსისთვის არის მიზერები არც ფრანგისთვის არც ამერიკელისთვის რაც არ უნდა შეიცვალოს სოფლიო გეოპოლიტიკაში ივანიშვილის და მისი ბანდის ადგილი პოლიტიკაში აღარ არის. აი ეს არის ისტორიის კანონი და არა ნათელაშვილის ახილება. და ეს ჩამოუტანა ეს მესიჯი აჩვენა. დარეჯანი, ბევრია მასეთი ევროპით იკობებიან და რუსეთი მოწონთ. ხო, სამწუხაროდ მე ხლა არ დამოიწყდება ბრუკლინი. თან ყველაზე საოცარი რა არის, იცით?
თან ზვიად ისწობს ტიპი და თან პუტინი უყვარს. აი ესაც ის არის ერთი ის არის რა ქვია ქალბატონია მეც მაგარ დავყოფოს იმედია ცოცხალი იქნება მე ამერიკაში ემიგრაციაში ზვიადის ახლოს თანამებრძოლი იყო ნახდათ ახლა რო არ გადავაჭაგო არაფერი მაშინ ვიცოდი შორიდან მე ახლოს გავიცვენი ძალიან დეური ქალბატონია მისი ნახონი დროშა ახლაც აქვს აი ახლაც გონია რომ ცოცხალია ბატონო ზვიადი რადგან ნიუ-იორკში ყოფნის დროს მომიყვა მთელი სერიოზულობით რომ მე წამიყვანესო ორმა ქართველმა ბიჭმაო როგორც ჩანს ფული გამოძალეს საწყალს უგასაკში იყო მაშინ წამიყვანესო მანჰეტენში რესტორანში იჯდაო ბატონო ზვიადიო რაბინის ფორმაშიო წვერი ჰქონდაო და ეს თავზე ხურო რაც რაბინებს აქვთ მიახლოება არ შეიძლებოდა გაუღიმეთ ერთმანეთსო და ნუ ახლა მივხვდი რომ ხო პრობლემა არის სხვა საკითხები სრულად ნორმალურია სრულად და შეხვედრაზე ბრუკლინში მოვიდა ეს ეფარა ეს შლიაპა და ეს წინ ბადეროა ჩამოკიდებული მანან არჩვაძეზავით იმას ეგრეთ ბადენი რაღაც ახურა ხომ თავზე ისეთი სიტყვა დაარტყა პუტინის სადიდებელი და რუსეთის იმპერიის ასე თქვათ გასაფრწყინებელი რომ მიმიქარავს აი პრახანოვი და ისინი რო გამოდიან ახლა დუგინი და ისინი კი მიეძახეს დარბაზში რომ შენ ვაგინდა ამერიკელების პური ჭამოდა თან თებში ჩაუფურთხო ხო ესეთი ხო აი ეს ხალხი უნდა გამოძევდეს რა უნდა გამოძევდეს იქიდან და აქ უნდა ჩამოეთრან და აქ უნდა ნახონ ერთი როგორია ამ მათი სადიდებელი პუტინის სატელიტისგან შექმნილი ქვეყნის ატანა და ამ ქვეყანაში ცხოვრება ნინა ნუნუკა ჩიხზე ბატონ შარო რუსთან ყანჩელი თქვენი მომხრეა მას თქვენ არ უწოდებიათ სუდად პირიქით სხვას მიმართა ვინც თქვენ სუდად მოგიხსენებთ მაპატიეთ როგორ ჩანს ვერ გავიგე არ ვიცი ხო მაპატიეთ ხო ხო როგორ ჩანს ამერია ხო თქო სხვას მიმართა ბოდიშ თქვა ბატონ რუსუდან ახლა მიდის კოცებში გადმორეკო რომ დაგესხნენ თავზე არც მეცოთ ყურადღება არ ღირან მაგრამ ნამდვილად არ მივაქცევ ყურადღებას კიდევ ერთხელ მოუწოდებ გაფიცულ ვაშკაცს მაღარუელებს ჭიათურაში არ დაუჯეროთ თქვენს სუსისგან მოსყიდულ ლიდერებს ადგილზე მოითხოვეთ 300 მილიონის დაბრუნება ივანიშვილის ქართულ ფონდიდან თქვენს ხელფასებად თქვენი ოჯახის შემოსავლებად და ამისათვის გადაინაცვლეთ ჭორვილას მისადგომებთან ივანიშვილის სახლთან ან იმ სოფლის არეალში რომ ეს აქცია იყოს ეფექტური ყურადღება მისაქცევი მიიღეთ ყველა პარტიის წარმომადგენლები ვინც ჩამოა ხლა რო არის ფიქრობთ რომ ეხლა აუდიტორია ესვეძება არ ჩამოღლი ბატონო ყველა პარტია ვინც არ უნდა ჩამოვიდეს მიუხედავად იმისა ახლა მე მომწონს პირადად არ მომწონს შერეცხული მყავს აღყავს შერეცხული მიიღეთ ყველა ტელევიზიები მიიღეთ ყველა რომ ამან მიიღოს საერთაშორისო ხასიათი ვიმეორებ ამერიკაშიც გამოგიჩნდებათ ხარდამჭერები რადგან აი ეს ტეხასური კომპანია ფოლადის კომპანია წარედ იქნა გადაგდებული და გაძარცული ივანიშვილისგან თქვენსავით ხო თუ მიიღებთ ამ ჩემს რჩევას თუ არ და როგორც გნებოთ ისე გააკეთეთ ემიგრანტების უმრავლესობას უნდა დაბრუნო მაგრამ რისი მედად საშე იცით საქმე როცა ებრაელები 26 საუკუნე განდევნის შემდეგ დაბრუნდნენ ისრაელში იქ იყო უდაბნო იყო სიცხე იყო გვალვა არაშემოსავლიანი მიწა არაფერი არ ქონდათ არაფერი არ არსებობდა და რა ქვეყანა შექმნეს რა სახელმწიფო ფორმირდა ახლა თუ დაველოდებით ემიგრანტები ძვირფასები იმას რომ აქ 64 იქნება და მე ჩამოხვალ და 64-ში ყველა მიდის უნდა ეცადო რომ ჯოჯოხეთი 64-ზე გადააქციო ეს თქვენს გარეშე არ გამოვა ამიტომ ამაზე იფიქრეთ მე ბავშვები იზრდებიან ამაზე ნერვები ყველაზე მეტად ემიგრაციაში ბავშვები იბადებიან და იზრდებიან და მათთვის არ არის ის გრძნობა გასაკვირველი როგორც პოეტი იტყოდა სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი გადმოცემით იციან და ეს თაობა სხვაგან დაბადებული და გაზრდილი აი მათი ადაპტაცია ძალიან რთული იქნება ძალიან რთული ამიტომ აქ უნდა გაიზარდონ ბავშვები დიახ
მადლობთ კატერინას დიახ ზურა გმადლობთ ყაველაშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა მაინც ახლა კი ეჭვები ჩნდება ჩვენ და პრინციპში ახლა კი წარმოადგენთ ჩვენ დასასანქცირებელთა სია ახლა ვიცხონთა რო ვიყავი და კიდევ სენატის საგარეო კომიტეტში მოვილაპარაკეთ რომ სიას წარმოადგენდი ხო იქ არ არის იმ სიაში რო არ დაგიმოლოთ ეს ყაველაშვილი შევიყვანთ ნუ არა არის პრობლემა ყაველაშვილი და ივანიშვილი დასანქცირებიათ ახლა მე ყაველაშვილზე რაზე დავიხევთ უკან მაგრამ ვიმეორებ არ არის აღიარებული მისი ლეგიტიმურობა და შესაბამისად აი მისი დასანქცირება რა რანგში გადის იცით აი დაჩი ბერაია რო იყო ის დიდთავიანი თავკომბალა უაზრო ტიპი მარტო რო იგინებოდა აი დაახლოებით იმ რანგში გადის ეს ტიპიც ანუ ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაშია სამწუხაროდ ქეთი სოლომონ ბატონშალო დიდ პატივს გცემთ როგორც მებრძოლ პატიოსან პოლიტიკოს თქვენგან ველი სააკაშვილის მხარდაჭერას თქვენი აზრი დააფიქსირეთ მისთვის მიჯილ ხაცაზე გთხოვთ ნუ გითხულობთ ტროლების კომენტარებს თქვენი ყურადღების ღირსად არის ჩვენ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს უწოდეთ კრემლში შედგენილი ვერდიქტი რა თქმა უნდა ეს არის მოსკოვში დაწერილი გადაწყვეტილება რომლის მიზანია პირველი შურისძიება პირადი პუტინის სააკაშვილის მიმართ აი ამაშია საქმე რომ არ უნდა დაუახლოვდი აი ამ პუტინებს და ესეთ ტიპებს მაგათ მეგობრობა და მოკავშირეობა არ იციან და თუ რაღაცა შეგატყვეს რომ აი რაღაცა გაგიკეთეს და დაგივალეს და მე რაღაცა ვერ შეუსრულე მე უკვე პირად შურისძიებას გადმოდენ და ეს შურისძიება მარტო პიროვნებაზე კი არ აწყდება რაც დაემართა სააკაშვილს ქვეყანას აწყდება რისხოთ რაც დაგვემართა აგერ აფხაზეთში და ცხინვალში აი ეგ არის ეს შეეშალა მიშას თავიდანვე როდესაც აი ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილით ვეღარ გაიგო ვის გადააწყდა მოსკოვში და ვაშინგტონში კიდევ ხო ამიტომ ეს არის შურისძიება პუტინის პირველი არაფერი სამართალთან ამ განაჩენს კავშირი არ გააჩნია და მეორე მოტივი ეს არის შიში ჩაუნერგოს პოსტსაბჭოთა ლიდერებს გარშემო სივრცეში შუა აზიიდან რა ვიცი იქამდე ბელორუსამდე და კიდევ იქით აქეთ რომ აი პუტინის მრისხანება და მოსკოვის ღალატი რა შედეგებს იწვევს ეს ორი мотивация ამ განაჩენის გამომწვევი სამართლებრივად რა თქმა უნდა ის არის პოლიტიკური პატიმარი და ყოველთვის ვითხოვთ მის განთავისუფლებას და ეს ცნობილია ეს მისი ოჯახისთვისაც და თქვა სადაც გვაქვს ჩვენ საერთაშორისო კავშირები მათთვისაც ასე რომ აქ ჩვენს მიმართ შეკითხვები შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი ამ თემაზე ზურა მახათაძე შალვა მიშა მაგარია ნუ როგორ გითხრათ ახლა ქართველებს გიყურთ საერთოდ ტრაბახი და თავის ქება და პერსონალის გადაგრძელოები მაგრამ სიმაგრე პოლიტიკოსის გამოიხატება იმის შენარჩუნებაში მაინც რაც ჩაიბარა რაც ჩაიბარა ვერ შეინარჩუნა ხოლო ძალაუფლება გადასცა რუს ოლიგარქს და თუნდაც ციხეში მოხვდა ბოლოს რა ვიცი ახლა ამ სიტუაციაში მე რო ყოფილიყავი ვერ უწოდებდი ჩემ თავს მაგარს მინიმუმ ბაგასურებული ხო მყავს სათავეში ხო ესე იგი ეს ფიზიკურ მონაცემებზე ადამიანის რა თქმა უნდა არ არის ორი ყურადღების გამოხილვა მაგრამ ნუ ახლა მოდის ადამიანები ვართ ყველა და ერთი ნიუანსი გამახსენდა კინაღა მოკლა სააკაშვილმა მერაბიშვილი ვანო რადგან მას გამოეპარა ან შეგნებულად ახუჭა თვალი პლასტიკურ ოპერაციაზე რაც გაიკეთა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოსვლის წინ იცი თქვენ გამბავი ხო პოლიტიკაში გამოსვლამდე ჯერ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია ნუ გაიცოდა რაღაცა ის ნაკვთების სახეზე ხო წარმოგიდგენთ რა იქნებოდა ოპერაციამდე ხო და ნუ ამაზე ნუ რა თქმა უნდა ძალიან გაბრაზებულა მიშა რომ რატო დროზე არ შემატყობიო სხვათა შორის ამ ვანუს როლი ძალიან საოცარია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ვანო მერაბიშვილიც ახლა გუშინ გაიყიდა ის ნაცების ოფისი სოლიდური დიდი ოფისი იყო
რომელიც სჭირდება პოლიტიკურ პარტიას და ძალიან აი ჩვენ ამ ოფისს ვინ არჩუნებთ ახლა რომ გამლანძღეს ამ ტროლ ბოტემ რომ აი რატო ითხოვ დახმარებას და ეს აი ოფისის შესანარჩუნებლად დავწერე ეს განცხადება რომ გაუკვირდა ყველას აბა ახლა მე ლიმონეთის ცეხი ხო არა მაქვს რომ იქ რაღაცა ბიზნეს ვაწარმოებდა დახმარება გვინდა მართლაც იმიტომ რომ ძნელია გვებძვის ამხელა სისტემა არავითარი შემოსავალი არ არის კერძო ბიზნესი არ გვაფინანსებს საბუჯეტო წაგვართვეს გრანტი ჩვენ არ აგვიღია ახლა ამხელა ოფისის შენარჩუნება ახლა ეს ოფისი რომ დაიხუროს ივანიშვილისთვის იქნება დაბადების დღე სიხარული ზეიმი და ამ ზეიმს არ ვაჩუქებ აი სულ რომ მომეციოს აი გაყიდვა უკანასკნელი ტასაცმლის და შიშველმა რო ვიარო არ ვაჩუქებ ამ ზეიმს და ყველაფერს ვიზავ იმისაც რომ ოფისი შენარჩუნდეს აი ნაცემა ვერ შეინარჩუნოს ოფისი და ვის უყიდია თუ იცით ჩოჩელის შვილს, აი ჩოჩელი იქ რომ მივყვალა სხვა დაკვლული ჩამოუკიდე გუბერნატორი ცხეთამთიანეთის მილიარდერი ნაცი ვითომ სიამდვილეში ვანო მერაბიშვილის ბიზნესი ეს ჩოჩელის ბიზნესი არის ვანო მერაბიშვილის ბიზნესი ეს ვანო ძალიან შაუბნელი ტიპი ეს იყო მიმაგრებული იქ ივანიშვილზე ჭორვილაში უნდა ამბები მიიღო მოეტანა აქეთ და მე მგონი აქაური ამბები იქ მიქონდა იმ ციხის კადრებიც იქ ცოცხლით გაუპატეურება და სხვადასხვა დადგმული იყო რა თქმა უნდა და ეს ვანოს კურატორობით მოხდა როგორც ვიცი და აი ეს ოფისიც ისე ვანომ ჩაიგდო ხელში იმ ჩოჩელის შვილი საბა ჩოჩელია იმ კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონი ეს კომბინაციაც გათამაშდა ხო ეს და გამახსენდა ამ ხმის გასწორებასთან დაკავშირებით გიორგი ბატონშალო ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე 10 უნდა დაიდგას აღმაშენებლის ძეგლი, მაგრამ ამით ქართული არაფერი არ სხია და ვერ დადგეს. ნუ აღმაშენებლის ძეგლი რა თქმა უნდა იდგეს ბათუმში და ქუთაისშიც და ქუთაისშიც კი არა, ქუთაისში უნდა იდგეს პირველ რიგში, იქიდან წამოვიდა დავით, ხო? აქ თბილისში ცენტრალურ ადგილას იდგა შესანიშნავ მოედანზე და წინა ხელისუფლებამ გაიტანა იქ ავტოინსპექტორით დადგა იქ დიღმის შემოსასვლელში, ვერ მივახლოვდები იქ თაკეთ მანქანები დადიან იქ უნდა მიდიოდნენ ბილიკი არსებობდეს ბავშვები, პავლები მიქონდეთ, გაკვეთილები ტარდებოდეს ამაშენებლის მიერ შექმნილ საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, სკამები უნდა იდგეს, რომ მივდივარ და მიგვაქვს ყვავილები, რათა შევამკოთ, მთელი ის არის, ამ ქუჩა გადაიკეტება ის, მანქანები გაჩერდებიან, რომ შევიდე და რასთავარად ჩამოყრილია ეს ქვები. აი, ცხენი რაზეც დგას იმპოსტამენტის ქვები არის ჩამოყრილი და მუდმივად ყრია დაბლა და სირცხველი. ამ დროს რა ქვია, კალაძე თმის გასაკეთებლად მილანში დაფრინავს და ტუჩების გასწორებლად. რა თქმა უნდა იდგეს ბათუმში რაზიასები. კატერინე მიკეთებს გულს ბატონშალო ყველაზე წარმოსადეგი პოლიტიკოსი ბრძანები თვალს და გულს რომ მოყარე ყურადღებას ნუ მეც პოროტენებს დიდი მადლობა კატერინა ბევრს მაღლობს თქვენი შეფასება წარმოსადეგობაზე რა გითხრათ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ძალიან მახინჯის არ ყოფილი ვარ მთელი ცხოვრებას თვლიდა რომ ნორმალური შესახედაობა მქონდა ნუ რა თქმა უნდა გარკვეული ახლა ასიმეტრიები ყველას გვაქვს ახლა ზოგს ყური არ დიდი ზოგს ხვირი ზოგს რა ვიცი მაგრამ ეგ არა თავრე სული იყო სიმეტრიული ნატალია პრინციპული და გაუყედავებელი მადლობთ ნატალია კახაბერი შალვა ამხილე ყველა ნაგავი მასე მეწე კი კახაბერი ვამხელ და რა ვიცი სანამ ვეყოფე ამ მხილებას მზად ვარ დავიწყო ბოლომდე ვალერი მაგის თისკაცი ხარ შალვა სადაც ერთი ბატკანი არ ბღავის შენ სახელზე რით ვერ გაიგეს ამ გონემა ჩლუგემო რომ თავის თავს მიხედონ ჯობია ქოცემო რომ გადავიდეს ზედაბუგდიანად ხო ეს ვალერინო სამართლიანად არის აღშფოთებული ერთი ბატკანიც არ ბღავის მართლა ჩემს სახელზე არაფერი არ მიშოვია ამ ქვეყანაში არაფერი გარდა იმისა რომ ვებსახურონ თელეს გამული ცხოვრება და უკეთეს ვის უნდა ემსახურო ვიდრე ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას უკეთეს ბატონად ვერ იპოვის ადამიანი დედამიწაზე. ამიტომ მეც თქვენ საკუთარ ბატონი. მაგრამ აი ამ კონტროლებმა რომ ამოიყვანეს ხელში ხშირად იძულებული ვარ უთხრა სიმართლე. ლევანი ბატონშალო ბატონ აკუბარდიესთან რატო ვერ ხედავთ კატა მაინც ვერ გენატრება სტუდიის ხო ის კატა ძალიან საყვარელი ვინმეა. კი როგორ არა მენატრება ის კატაც მენატრება ის სტუდიაც მენატრება გადავწყვიტ რომ იქ აღარ მივალ არასოდეს რადგან აკუბარდიამ არერთხელ გააკეთა გამყიდველური აქტი ჩემს მიმართ რამდენჯერმე დამიკეტა სატელევიზიო ეთერი შეკვეთით ვიღაცეების, მე ისევ გამიხსნა, მე კიდევ შევკვეთავ კიდევ დამიკეტავს და მე არა ვარ ბიზნეს ობიექტი მისი. ჯერ ასარმა შევკვეთა აბაშე 90-იან წლებში მაშინ დამკეტა. მე შევერნაძემ შევკვეთა დამკეტა. მე რა ვიცი კიდევ ვიღაცემ შევკვეთა დამკეტა, მე ივანიშვილმა შევკვეთა დამკეტა. მე გამიხსნის და ნუ ახლა არ შეიძლება ასე.
გამოდის რომ მონათ ვაჭარია თუ რესპონდენტ ვაჭარია ვერ გავიგე. ამიტომ მე იქ აღარ მივარ არასოდეს. დამთავრებული ჩემ გაგვაცეშინოს. მზია ბატონშალო ხუჩას უპასუხე თქვენ არა ხო მაპატიეთ ალბათ ხო ვალერიან სუთიძე ყველაზე ნაბოზვარი კაცი ხარ ქართულ პოლიტიკაში ელაპარაკე ახლა ამას შენ ვინ არის ვალერიან სუთიძე აბა ნახოთ წვერი აქვს სამარცხვინოთ კოლეჯის სპექტრი სასწავლებელი პარიზში ცხოვრობს საფრანგეთში აი ხო არ გამოსაგდები ახლა ეს იქიდან და კოცია გამწარებული კოცია პათოლოგი და ნახე რევს წერს და რევს იმაშრება ეს ვინ არის სახეზე შეხედავ შეშვილის გავს პატარა მინი ივანიშვილია აი ეს კატეგორიაა რომ ხელს ჩაგაქნევინებს აი ერის მსახურობის სურვილზე რა მაგრამ რო გაიხსენებ რომ ეხლა ესენი მცირესობაა რეალურად და ეს ბოროტება აუცილებლად მარცხდება კი მაგრამ აი წუთში ხო რა ევიუდეს ნახევარს ქალთან არის გადავიდა ეიფელის კოშკთან ვაიშენ პატრონს უბედოს აი ეს გამოსაძევებელია რა იყო დადგმული რევს ბოდავ ნაცი გახდი შალიკო? პატა პატარაია. რანა ნაცი რის ნაცი ხალხო ეს ფსიქონაცობა უკვე ფსიქიატრულ დაავადებაში გადაიზარდა სადღარიან ნაცები ოფისს აღარ აქვთ. მე მგონი მიშაც აღარ ნაცობს სადღარიან ნაცები. მაგრამ ეს ტროლია ეს რა ქვია პატარაია. გაქანებული ტროლია. ერთსამით გზანდებით. მადლობა ვინც კომპლიმენტებს გვიგზავნით, დიდი მადლობა. და კიდევ ლავრო აკუბარდია გიწევთ ეთერში და თქვენ არ მიდიხართ? არა, არც მიწევს, არა, კონტაქტი არა გვაქვს. კონტაქტი არა გვაქვს, აი მე შევუკვეთა ამ ხაზარაძე გვარამია გახარიან ჩემი დაბლოკვა. გასული წლის 4 ივნისიდან მას შემდეგ რაც კონგრესში ივანიშვილის სანქციების თაობაზე აი ცნობილი მეგობრობის აქტი დავაინიციირეთ გახსოვთ მე რო ეცრებოდი ვილსონის მიწვევით აი იმის შემდეგ დაეცა თავზარი რო არიქა ივანიშვილის დამხობა არ მეწეროს ლეიბორისტულ პარტიას და ჩვენამ ერთ დაგვაკლდეს ეს შეთქმულება ასე ვთქვათ მოაწყვეს მათ შორის სატელევიზიო ბლოკირების კუთხით და იქ ჩაუწერეს ის გოგო როა უაზრო გოგო ამ შვილი აკუბარდია რომელსაც ჩვენი პარტიის აგზელავს მისცა ხმა თავის დროზე სხვათა შორის პარლამენტში. ჩაუწერეს გახარეს სიაში გახადეს დეპუტატი და იყო მოთხოვნა ჩემი დაბლოკვა და იმის შემდეგ დაბლოკილი ვარ. აგერ ესე იგი ვალერიან ხო ეს ვალერიან წავიკითხეთ ხო ფრანჩესკო გამარჯობა ბატონიშვილო, ჩემი აზრით უნდა გახვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ პარტია გაძლიერდეს, თან მოიპოვებთ თან დაფინანსებას და ხელფასების დანიშნულებას საკრებულოს სერვერზე და ეხმაურებს კიდეც. ჩემო ძირფოსო ფრანჩესკო, უნდა რეჟიმის შევცვალოთ და მე ექნება აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას და გავალთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პირველ რიგში, რომ რეჟიმი შეიცვალოს და არჩევნები განსხვავოს არჩევნებს და იმ საკრებულოებში მოხდნენ მართლა არჩეულები და არა დანიშნულები სუსიდან, როგორც დღემდე ეს ხდება. სუსი არჩევს, ხომ იცით საკრებულოს წევრებს? უშიშროებაში ირჩევა კანდიდატურები და ძირითადად აურჩევიათ აი მაჟორიტარი თქვათ ბობოყვათის ან სიტყვაზე კაჭრეთის მაჟორიტარი საკრებულოში ვინ არიან ძირითადად უშიშროების ინფორმატორები რომლებიც სოფლებში ყავდათ და აი აცნობებდნენ ხოლმე რომ აი ახლა იქ მეზობლმა რაღაცა მოიპარა იქ ინერტული მასალა ამოიღო იმ მდინარის კალაპოტიდან აი ესეთი ინფორმატორები გახადეს მაჟორიტარი დეპუტატები იმიტომ რომ უშიშრობა ადგენს სიას და ახლა რაც კონტინგენტი ყავთ და იცნობენ ისინი წარადგენს. არ ყოფილა კომუნისტების ბოლშევიკების წლებშიც კი სპეცსამსახურებიდან ასეთი პოლიტიკური მართვა არ ყოფილა არ ახსოვს ისტორიას. რაც აი ამ ჭორვილელმა სიმახინჯემ გააკეთა. უნიკალური დიქტატორული მოდელია, რომლის თაობაზეც ალბათ დიდხანს იქნება მსჯელობა და ძიება და მთელი პროცესი.
დიახ, მადლობთ, როგორც ყოველთვის მართალი ბრძანდებით, ბატონო შალვა, ну, როგორც ყოველთვის არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ მართალი ვიყო მაქსიმალურად. დიახ, იზა, ევროები უყვართ და ევროკავშირის ლანძღავი, ქართველი ვარ და რუსეთს ვენაცვალეო. აი ასეთ ბევრი ავადმყოფი დადის. ხო, ბევრი დადის, გეთანხმებით, საოცარი ფენომენია, რომ აი უყვართ ჩაგვრელი, უყვართ ოკუპანტი, უყვართ დამაქცევარი ჩვენი. ეხლა რუსეთი მე კი არ მეჯავრება, რომ მოსკოვში ვარ გაზრდილი და ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი პერიოდი, სიჭაბულე განსაკუთრებით, ძალიან კარგი მოგონებებით არის დატვირთული. ეხლა მე სიყვარულის მეტი იქ სადაც ვსწავლობდი დიპლომატურ აკადემიის ასპირანტურაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სიყვარულის მეტი და თანდგომის მეტი არაფერი მახსოვს. იქ იყო აი რუსული ინტელიგენცია, თავადების შთამომავლები, როგორ გადაურჩნენ რეპრესიებს, მე არ ვიცი, ვარანცოვები, მაროზოვები, ვიშნევსკაიები, ელიტარასაც ქვია და სიყვარული და სითბო და აბა ეხლა პატრონი მე არ მყავდა ძალიან ისეთი მაღალი ჩინოსანი და უმაღლეს ეშელონებში ვტრიალებდი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრთა ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად. თქვენ ალბათ იცით, რომ იგივე სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო მისი ოჯახი საკმაოდ ახლოს იყო ჩემთან, მისი სიძე ქალიშვილის ქმარი მილიას ქმარი ალექსანდრე სერგეევიჩი ჩემესრენ ხელმძღვანელი იყო. ხო ისე რომ არ იმჯერებს არავინ არ შიგნით არც გარეთ. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა 84 არა ბოდიში 85 წელია თებერვალი და საბჭოთა ლიდერი ჩერნენკო ჯერ ხო ბრეჟნევი იყო, გარდაიცვალა, ერთ წელში კიდევ გარდაიცვალა მის ადგილას არჩეული ანდროპოვი, მერე კიდევ არჩიეს ჩერნენკო და ისიც ну სიკვდილის ისე ანგელოზი ეჯდა შუბზე მაშინ, ასაკი იყო და ავანტყობის. ფექტორის ემფიზო მქონდა, კაცი ვერ სუნთქავდა და არჩიეს გენერალ-მდივანად. ხო და ნუ ვერ იყო კარგად ინფორმაცია ვრცელდებოდა ამის თაობაზე და მე და ანდრეი ანდრეევიჩ გრომიკოს სიძე, ალექსანდრე სერგეევიჩი ვზივათ რესტორან არაბში, უყვარდა ძალიან ქართული ურმარილი, ხო და იქ ვკითხე რომ как здоровье Константин Устиновича, ну მორიდებულად ხა პირდაპირ ხარ ეთქვი რომ მომკვდავია კაცი და აბა როდის მოკვდება. ხო, მითხრა რომ მძიმე ვითარება ელოდებიან ისხოთ, ასე ვთქვათ რუსულად და აკადემიური წრეები, ზუსტად ასე მითხრა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანად, ანუ საბჭოთა კავშირის ლიდერად მხარს უჭერენ მიხეილ გორბაჩოვის კანდიდატურას. და სთხოვენ ჩემს სიმავს, ანუ გრომიკოს, რომელიც ფაქტობრივად პატრიარქი იყო იმ პერიოდში უკვე საბჭოთა პოლიტიკის, რომ დაასახელოს მისი კანდიდატურა. ხო, მე ხლა ინსტინქტურად ვერ გეტყვით, რომ ამაზე ღრმად მქონდა ნაფიქრი, პირდაპირ უთხარ ეგ დაშლის მე საბჭოთა კავშირის გორბაჩოვი. ხო და ეს ნუ ჩაიარა ამ საუბარმა ესე და გავცვლი და ერთ კვირაში მოკვდა მართლა ეს კონსტანტინ უსტინოვიჩი საწყალო უნებელი კაცი იყო ხლა ყოველ შემთხვევაში თუ ვერაფერი გააკეთა დაჩვევით არაფერი არ დაუჯავებია. ხო და აირჩიეს გრომიკომ დაასახელა, ანდრეი ანდრეევიჩმა დაასახელა გორბაჩოვის კანდიდატურა და ნორცონმა დაუჯერეს ხარ და ეს. ნუ გავიდა რაღაცა 4 წელი საბჭოთა კავშირმა დაიწყო უკვე რყევა. და ჩამოვიდა თბილისში ეს ალექსანდრე სერგეევიჩი, ჩემი მეცნიერ ხელმძღვანელი. ხო და მაშინ ახალი დაწყებული იყო ეს კერძო რესტორნები, აი კოოპერატიული მოძრაობა ერქვა, კერძო საწარმოები, სპეციალური კანონი მიიღეს, ანუ კაპიტალიზმში შესვლის პირველი ნაბიჯები კეთდებოდა და მითხრა რომ ხარჩო ხო არ კეთდება, სადმე კარგიო, ეს ხარჩო ეთყობა უყვარდა. ეთყობა კი რა უყვარდა, ხო, დედა ქართველი ყავდა, ჯაფარიც ქალიყო დედამისი. ხო და ნუ პასპორტის ქართული ეწერა სხვადასხვა ამ დროს ნუ მამით არ იყო ქართველი, უყვარდა ჩვენ ხალხი ძალიან. ჩვენი ქვეყანა. და წავიყვანეს სოლოლაკში. იქ იყო გახსნილი ეს კერძო სახაჭაპურები და ეს ხარჩოსაც აკეთებდნენ მეგრელების რესტორანი იყო. ხო და იქ რომ დავსხედით, მე მითხრა რომ შენ რა იცოდიო რომ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლიდა. აღარც მახსოვდა ხლა ეგეთი რეპლიკა თუ მოვარტყი მოსკოვში. ხო მე უთხარ ეთყობა მე კი რა ვიცი. პროგნოზში გავემართლა
ამჯერად მეთქი ხო აი ეს ანუ ეს რატო დავიწყე ახლა ამ ისტორიის მოყოლა რომ მე ძალიან მიყვარს რუსეთი რუსული ხელოვნება კულტურა მუსიკა ოპერა ბალეტი თეატრი კინოხელოვნება ეს მეცნიერებაზე აღარ საუბრობ განსაკუთრებით ფუნდამენტალურ მეცნიერებაზე აი ახლა იქ თურქულ კინოებს ვაჩვენებენ სამარცხვინოა სადა აქ თურქეთს კინემატოგრაფიული ტრადიცია არ აქვს და რაღაცა ცდილობენ რომ გაკაჩონ და ის დიდი საუკუნე და ის სულთანი რო ყავდათ რა ჯანდაბა ერქვა ის კონსტანტინოპოლი წაიღო და ვითომ დიდი მოაზროვნე 300 ცოლი ყავს კაცი შეიძლება იყოს ადამიანი ლამის ერთცოლიანები აღარ უქნია რომელიც სხვა კულტურა, სხვა ცივილიზაცია, არც კინემატოგრაფია, არაფერი ტრადიციები, ველური ტომი მოვიდა შუა აზიიდან, დაიპყრო ეს აყვავებული ბიზანტია და ქმნიან ყალბ ისტორიას და ჩვენ ტელევიზიები განსაკუთრებით ნიკუტას მთავარი არხი თან ფულს იხდიან თურქები, რომ თავიანთი ისტორიის პროპაგანდირება გასწიონ, კინოხელოვნებით. ამ დროს არ გააჩნიათ კინოხელოვნება, განსხვავებით რუსებისგან, რომლებიც არიან, ჩემპიონები კინოხელოვნებაში, საოცარი განსაკუთრებით კომედიური ჟანრიც, ისტორიული ჟანრი. ანუ ეს რა მინდა თქვა, რომ ერთია რომ გიყვარდეს ამ ქვეყნის ისტორია რა გაგებით კულტურა, ხელოვნება, თქვა შენი თავი იმ ქვეყანაში ის რაც დროს გაგიტარებია, კარგი მოგონებები, ის განათლება რაც მიგიღე და მეორეა გიყვარდეს მოძალადე. რომელმაც აღართვა მიწა, რომელიც შემოგივარდა სახში. და ეს მოძალადე შეიძლება შენი ძმაც კი იყოს ზოგჯერ. აი შეიძლება შენმა ძმამ იყო ეგეთი შემთხვევები, აგერ პროკურორში რომ მუშაობდი, ქარელში 7 ძმა ცხოვრობდა ბალიაშვილები. გვარიც მახსოვს 700 ტომი იყო მათ საჭიროები ერთმანეთზე. და ჩხუბი ჰქონდათ რაღაცა ნაკვეთში სამანი იდგა ის კაკალი იდგა და ეს კაკალი ვისი იქნებოდა 7 ძმას. აღარ უყვარდათ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ძმები იყვნენ. და სულიდა რომ ის იმან ის წაართო, იმან ის წაართო, იმან ის წაართო. აი შენ ძმა რო შემოგივარდეს და საწოლოებიდან გაგაძეოს. გეყარება ამის შემდეგ გეხნება ის გააწყობა და ის გრძნობა. აი ამ სიტუაციაში რო დააბრუნოს ის ცხინველი გაიყვანოს ის ბაზები დააბრუნოს აფხაზეთი და ვინ გიჟი და გადარეული მოინდომებს რუსეთის გადამტერებას და მასთან სიტუაციის დაძაბოს. იმან თავიანთი იმპერიული ისტორია, იმპერიული გეგმები აქვს და ამას გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ მათთან არ გქონდეს საომარი მდგომარეობა, იმიტომ რომ ომი ეს მათი ეროვნული სპორტული სახეობაა. ხო, და აი ეგ შეიშალა ზოგიერთებს უბრალოდ რაც მე ტრაგედიით დამთავრდა. ანუ მხედველობაში მაქვს რა, რომ ჩვენი ინტერესი უნდა დავიცვათ მაქსიმალურად იმ ფორმატით, რომ კიდევ უფრო მეტად არ დავზარალდეთ, მაგრამ არც ის ზარალი, რაც მივიღეთ, ვინმეს შევარჩინოთ. ეს რუსი იქნება, თურქი იქნება თუ ვინ იქნება, ამის მიუხედავად. აი ეს გზნობა თუ მონელდა ჩვენში და ეს თუ მოირყა და მოირღვა, მე ყველა დაგვენაწილებს. არც ერთი მეზობელი არ ეტყვის ჩვენ განაწილებაზე უარს ყველა საქ ახლა ისმე უნებოდა აგერ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ელჩი, არა თქმა უნდა, არა რუსეთის, აი ჩვენ საკერო საქმეთა სამინისტროში რუკა ჩამოგიდებული და საქართველოს ჩვენი პროვინციად არის მონიშნულებით და ხუმრობით მითხრა. მაგრამ ვინ ხუმრობა საუთხარია, ხო იცით? აი ეს არ უნდა ჩაკვდეს ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი გენეტიკური. და ესენი ამას კლავენ, ბაჭო. აი ეს პუტინ მადიდებლები და ეს ისინი. ეს სამარცხვინო ისინი, ჭორვილისტები. და ძალიან საშიში კატეგორია ეს, ძალიან საშიში კატეგორია. ზეზოა ბატონშალვა ეს ვიდეო ჯარიმები ისევ გააქტიურა საქამდერბად გამორთული იყო ახლა კვირაში 200 ლარი მომდის ჯარიმები რა უნდა ვქნათ ნუ ეს ჯარიმები რა თქმა უნდა იქნება ჩამოწერილი რეჟიმის შესვლისთანავე და აი ვინც იქნა დაჯარიმებული რამდენიც იქნა დაჯარიმებული რამდენიც იქნა დაჯარიმებული იმდენს მიიღებს ივანიშვილის ქართულ ფონდიდან აი დააჯარიმეს კაცი 1000-ით 10,000 ავიღებთ ქართულ ფონდიდან ივანიშვილის და მივცემთ იმ კაცს. აქეთ მივცემთ. აქეთ პირგასამტეხელოს და იმ ჯარიმის ფასს. რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სამშობლოს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოსული ადამიანი დააჯარიმეს. ამისათვის კომპენსაციას მივცემთ აუცილებლად. საგე ბატონშალო რაზგვეტყვი გოგა ხაინდრავაზე 3 დღის წინ რუსეთს რომ მართავდა პარლამენტის წინ ბომბი ჩამოყარეო რაზგვეტყვით მაგ არაკაძე ნუ თქვენ ყველაფერს თქვით მე რა უნდა გითხრათ ნუ
აღშფოთებული კი არა, განწარებული ვარ, აი ესეთი ხალხი როგორ შეიძლება პოლიტიკაში შეტრიალებდეს ხალხო. თან 80-იანი წლებიდან ტრიალებს პოლიტიკაში. 80-იანი თან კინორეჟისორი ქვია, რამე მაჩვენეთ მისი გადაღებული ვინმე მითხრას ან მასალო შეიძლება ვერ ვერკვევიან ქართულ კინემატოგრაფიაში გამოვრჩა მისი შედევრები, რისი კინორეჟისორია, რა კინორეჟისორია. გაქანებული მტერი ქვეყნის სისხლიანი ომის გამჩაღებელი სროლელი ტყვის უნამუსო სინდის დაკარგული ნამუს დაკარგული მე ხომ მოგიყევით მისი ისტორიები რა დაემართა აგერ ნარკოტიკი გადმოქონდა იქ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა გააჭერეს მერე დაიფარე არ გაახმორეს იმიტომ რუსეთის აგენტიც არის რა თქმა უნდა ცი კი არა არის იქ ლონკები დაემართნენ ფოჩოვის კაბინეტში ცხენაში კი რაღა მოკვდა შოქში ჩავარდნენ ოსები ახლა როგორ მოსალაპარაკებლად გადმოსული თან მინისტრად დანიშნა მიშამ კონფლიქტების დაბარეგულირებელ მინისტრად რისი მინისტრია რისი კინორეჟისორია ხალხო იქ რა ქვია ერთადერთი რაც გადაიღო ეგ იყო ვითომ ქართველებმა რა აწამეს ოსები ოსი აწამეს ხეზე მიაბეს ეგ გადაიღო და თურმე ოსებს უწამებიათ ქართველის მინდიაშვილი გადაატრიალა უგუღმა და ეს სიუჟეტი გავრცელა მთელ ევროპა ამერიკაში გამსახურდეს მმართველობის დროს მათ შორის პრაღის კონფერენციაზე აჩვენეს რომელმ კონფერენციამაც მიიღო რეზოლუცია რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი არის ნაცისტური ფაშისტური და დამხობა და ის სამოქალაქო ომი აი ამ ფილმმა გადაწყვიტა ბევრწილად ეს ციხეში უნდა იჯდეს ესნები ციხეში არ უნდა გამოდიოდნენ აი ამას ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი აი ესეთ მარაზმატიკებს და ეზის იმედზე უიმედობაზე შეიძლება ითქვას და ეს არის მთავარი იდეოლოგი რეჟიმის ეს ესეთები გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ საერთოდ სანამ ასეთი არსება იქნება წარმოჩინებული და ტელევიზიებში იჯდება და სიტყვა ეთქმევა მანამდე ქვეყნის საქმე ვერც ერთი ქვეყნის ვერ იქნება კარგად კრიმინალი მორფინისტი უზრუნეო არ ვიცი მოვყევთ თუ არა ერთხელ შორნაძესთან ვიყავი კაბინეტში საერთოდ ქონდა მას ეს თვისება რომ ძალიან უყვარდა დოკუმენტის წაკითხვა და გასწორება აი გასწორები და უსასრულოდ ახლა ვერ წავართმევ ძალიან კირკიტა კაცი იყო ამ საკითხში თუ და რაღაცას კანონს ასწორებდა მე მგონი იარაღის კანონი იყო თუ პოლიტიკური ფრაქციების კანონი რაღაცა ის შემოვიდა მდივანი მოახსენა რომ გოგა ხაინდრავა ჩამოსული აფხაზეთის ლიდერი იყო აფხაზეთის ლიდერი იყო გოგა ხაინდრავა ხალხო და გიკვით აფხაზეთი რომ დავკარგე და არძებაბო გაიმარჯვა ამის შემდეგ გაეროდან შემოსულ ჰუმანიტარულ ფქვილს ხიდიდა და იმ წამალს რაც რჩებოდა ზარბაზანი როისთვის სპილენს რაღაცები ხوارდება უკან თურქეთში მიქონდა კაც და ისხავდა იმ სულთა მორს ტონობით ეს რაც ზუსტად ვიცი ხოლმე მე ვირტუალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტის მაშინ და მოახსენა მდივანმა გოგაა ჩამოსული ხაინდრავა შემოვიდა ეს შემოვიდა და როგორც კი დაჯდა სკამზე ეგრე დააწყებინა კანკალი ну რა თქმა უნდა მაშინ მივხვდით და პირველ შორნაძე მივხვდა რომ ლონკა ქონდა და დააჭირა იმ კრომკას ხელი მდივნის სისონა ტკბილი ჩამოუტანა თურმეს ტკბილი ამ ნარკომანებს რაღაცა შველის იმ წუთში მოიტანა სისონა მურაბენ ტკბილი ჩაი დაალია სამი კლუბი რაღაცა გააკეთა დაფთვებზე ცოტა ფერი მოვიდა ცოტა რაღაცაზე მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი რა წარმატებებია რომ აი მალე გაგრას დაიბრუნებს განთიაძე გავა და ლამის სოჩის ოლქში მოიერთებს და ნუ მოკლედ მოუყვა საოცარი ზღაპრები ხო და ეხლა როცა ასეთი ადამიანები მოდიან მართველებად, აზრის შემქმნელებად, იდეოლოგებად, რა უნდა გაიკვირდეთ რომ იქვე გამოჩნდება კალაძე, იქვე გამოჩნდება მდინარაძე, იქვე გამოჩნდება ივანაშვილი უზნეობიდან ხუზნეობა ამოა, ცუდი ენერგიიდან ხო მავნე მცენარე ამოა, ნაყოფი ხო არ იქნება იმასეთი რომ ვიღაცამ რაღაცა ისარგებლოს. აი სერიოზული ზნეობრივი რევოლუცია გვინდა, სერიოზული მეგობრებო ეს. რთული საქმე იქნება, მაგრამ მიღწევადია. ზაზა პაჭკორია, ოე, სირინიკ. აი ესა სტროლია. ახლა ძაღლი დაუსვია თუ რაღაცა დაუსვია. მე მინდა რომ წავიკითხო მათი გვარსახელები შეგნებულად და თუ აქვს ზნეობა და თავი, ან ნახევარტანზეა გადაღებული. ზაზა პაჭკორია, ბავშვთან გადაუღია, მე მგონი ტროლია ხო. ძაღლი.
ხო, უფრო ნარკომანი ჩანს, ხო. ამ ნარკომანებზე კიდე ცალკე გეტყვით, ცალკე გადაცემას გავაკეთებთ, რას აპირებენ. ერთად საქართველოს გაანარკომანეს. ეხლა აპირებენ რეპრესიების დაწყებას, იმიტომ რომ ვერ შექმნეს მორჩილი თაობა და არ მოწონთ ახალგაზრდობის ქცევა, ეგონათ რომ გამოატვინეს ახალგაზრდები და პროტესტი გრძნობა მათში არ დარჩებოდა. ეხლა აპირებენ რაღაცა მოიმუნობას, ასე რომ მაგაზე ცალკე გავაკეთებთ ჩართვას. ნაღარო შამია რეჟიმი. და ერთსა ეხლა მეგობრებო, არ გამოგჩვენს რამდენიმე კითხვა. პატა კაკაბაზე ოქროაშვილებთან ვის რა სირად უნდა თქვენი თავისუფლება დღეს როცა ქართველი უმცირესობაშია თავის ქვეყანაში გავარტყით თქვენს თავისუფლებას ოქროაშვილი ავთანდილი რა ვიცი თუ აღშფოთებული ხართ ბატონო ავთანდილი რუსთაველზე უნდა იდგეთ თუ ეხლა თავისუფლების წინააღმდეგი ხართ და თავისუფლებას აიგივებთ ივანიშვილის რეჟიმთან და პუტინთან, ეგ უკვე სხვა საკითხია. ხო, ესაც კოცია, ოქროაშვილი ავთანდილი, კოცი გამწარებული, აილანძღება, ხო. ვაიშენ პატრონს. ხო, ბატონო შალვა, შენ ფიქრობ ხალხზე და არჩევნებზე სხვა ხაზავენ, რა გჭირს, არ ვიცი, რაღაც უბედურება ეს. როგორ შეიძლება იმათ შემოხვაზე, ვისაც ხაზავდით, ვისაც ხაზავდნენ ეს წლები. იმიტომ მოვიდა ეს შედეგი. ამაზე ალბათ გვექნება სერიოზული მსჯელობები და მე არ დავიხილ უკვე და პირდაპირ გეტყვით, რისი შემოხაზველები ვარ და რა ჩავიდინეთ. და რაც დაგვემართა, რომ ჩვენი ხელი და ჩვენ შემოხაზვით დაგვემართა. ეს ვინ არის კიდევ? ხო, მთელი ბოტროლები ზეზვა, მადლობა ზეზვა. მთელი ბოტროლები შემოგვისვეს, აგერ გამოჩენილა გივი მაზმიშვილიც, ცურკაცი და ჩვენი მლანძღველი მუდმივ. კახა მაგ სუთიძისნაირ ნაბოზურ ნუპასუხებთ კავკასიაზე მეტი მაყურებელი თქვენ ყავთ. ხო, მე ხა კავკასიაზე იმიტომაც ვარ უფრო მეტად გაბრაზებული, ჩემი ახლობლებია ორივე. ცოლქმარი ჯანგირაშვილიც და ჯანგირაშვილი ნაცავე ჩემ ბების ძმისშვილი თუ რაღაცა. ხო და აი ახლობელი რო გიღალატებს თანაც არაერთხელ, ხო, მით უფრო მტკივნეულია. ნაწყენებიანია რომ გავაღადავე ვანო შოუში ეს ცნობილი ლიზიკოს და იმ კატის ისტორია რომ მოუყევი და ტაშფეხების ნაწყენებია ეს სპეციალურად გავუკეთე. იმიტომ რომ აი ივანიშვილი როცა მოდიოდა მაშინაც დამკეტეს დაიწყეს ჩემი საწინააღმდეგო პროპაგანდა, რამდენიმე მილიონი მისცა ივანიშვილმა, თქო გავხსოვთ მაშინ დიდი ხონა კოცნა ქონდა და დიდი მეგობრობა. მე ისევ წაიგდე, იმიტომ რომ დაფინანსება შეუწყვეტე ახლა. ივანიშვილი ისე მუდმივად არავის არ აფინანსებს. ხო და აი მდგომარეობა, ამიტომ ნაწყენები არიან, იყვნენ რა ვქნა. როგორ ფიქრობთ, დაიწყება ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? არა, სასიამოვნოა რომ გააფორმეს უკვე ფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის. ეს ძალიან კარგია, რეგიონის სიმშვიდე დაისადგურებს. ომის საფრთხე დღეისათვის აღარ არსებობს. მაგრამ არსებობს პრობლემა იმისა, რომ თუ მოხდა ზანგეზურის კორიდორის გახსნა, ანუ სომხეთ-ნახიჩევან თურქეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა აზერბაიჯანთან და თურქულ სამყაროსთან, აი ეს თუ გაიხსნა, რის წინააღმდეგი ირანია და ჩვენ მაქსიმალურად მუშაობთ ირანთან, რომ იყოს წინააღმდეგი ამ გზის გახსნას, ჩვენთან გავლილი ტვირთები განახევრდება. ანუ ტვირთბრუნვა გადაინაცვლებს იმ კორიდორზე და ეს უკვე დანაკლისია ჩვენს ბიუჯეტზე და ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. აი მას შესაქმე რომ ჩვენ გვინდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილების შემთხვევაში ვინ ვისთან გარიგდება, გამორიგდება, სამშვიდობოს გააფორმებს და ომს დაიწყებს, საქართველოს სარგებელზე იმუშავებს. აი ესეთი ხელისუფლება გვინდა და არა საკუთარ ბიზნესზე ორიენტირებულ აგენტად დაქირავებული რეჟიმი. მადლობა ანა, დიახ. აგერ
ერთი წამია რამე არ გამორჩეს რაიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. ეხლა მეგობრებო, ხმა კარგად ისმის ალბათ, ხო ის ყური მოვიცილე, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა აქვს და პირიქით იმას რო ვიკეთებ, ხმებზე პრობლემები იწყება. თუ რაღაცა ვერ გაიგეთ, შემეკითხეთ, მომწერეთ, მოგვერდებათ. ნატალი გვეკითხება, ბატონო შალვა, თქვენი გათვლებით როდის წავა ეს რეჟიმი, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი? ნუ მალე იქნება გამოცხადებული ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც ნიშნავს რეჟიმის წასვლას. თავარია მეგობრებო, რომ რუსთაველი არ დავაცარიელოთ. მთელი მსოფლიო უყურებს მაგ ადგილს, ეგ არის უკვე ცხელი წერტილი გეოპოლიტიკურადაც, არა მარტო შიდა პოლიტიკურად. აი უყურებს ყველა ანალიტიკოსი, პოლიტიკოსი, კონგრესი, ბრიუსელი, მასმედია, CNN-ი, რა ხდება იქ ხوارდ მოიკლო მუხტმა. ამიტომ დრო გამონახოთ ყოველ დღე და იქ გავიაროთ უბრალოდ შევხვდეთ ერთმანეთს, მევიცნო იქ ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობენ, ბევრი დაქორწინა კიდევაც იქ გაცნობილი პაემენებს ნიშნავენ იქ ერთმანეთს ულოცავენ აგრეთვე დაბადების დღეს იქ აღნიშნეთ ჩვენთებერვალს და სხვადასხვა ასე რომ რაიმე რისკის მატარებელი იქ ყოფნა არ არის. ნუ ეხლა ეს ჯარიმები ძალიან ხანგრძლივი პერსპექტივა, 3 თვე აქვს ვადა გასაჩივრების, მერე კიდე 3 თვე სასამართლო, მერე კიდე ზედა ინსტანცია, ასე რომ ეს ჯარიმებიც არ არის ეხლა ისეთი რეალური საფრთხე, მანამდე ამ რეჟიმს მოგვუდავთ ჩვენ და ვიმეორებ აქეთ დაგებრუნებთ იმ ჯარიმების თანხას, ასე რომ ეს საქმე უნდა იყოს მაღალ დონეზე. რუსთაველი არ დაცარიელდეს. რუსი ქალები ყოველას მოსწონდა სისერკის დროს, მაგის გამო ვერავის გავკითხავთ. გეთანხმებით რომ ეს აღიარებულია რომ ძალიან მაგარი ქალები ყავთ რუსებს. არა მარტო ვიზუალურად თქვა და ისედაც აი ზდიან როგორ მებრძოლებს და ეს რუსის დამპყრობელი კაცები მაგათი გაზრდილებია, აი შოვინისტურად, დიდპრობლემურად ზრდიან იმ თავიანთ შვილებს. მეცაც გეტყვით, ჩემს ახლობელს ყავდა რუსის სოლი, აი მაგარი ქალი ძალიან და უკრძალავდა ბავშვებს ქართულად საუბარს, ძაღლის ენას ეძახდა. საბაჩი язык. აი რუსული შოვინიზმი მაინც განსაკუთრებული მოვლენაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე და ვიყოთ ფრთხილად. თუ რამე სარგებელია გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, რასისულელი ახლა სახელმწიფოებრივი ინტერესი უპირველეს ყოვლისა. მიუხედავად იმისა, ახლა ის ჩინელი ბუდისტია თუ ინდუელი ინდუისტია და ის რუსი შოვინისტია, ჩვენ უნდა გამოიყენოთ მთელი მსოფლიოს საქართველოს გასაძლიერებლად. და ზედმეტად არ გადავიმტეროთ ვირმე კიდევ. ანასტასია, რა აზრის ხართ ფერედანელი ქართველების საქართველოში მასობრივ დაბრუნებაზე გაივსო ქვეყანა უცხოელებით, ქართველები ტოვებენ, ხო, მე გეტყვით რომ სახელმწიფო პროგრამა გასაკეთებელი ფერედანელების დასაბრუნებლად, აგერ ებრაელები ეძებენ, სანთლით ეძებენ ებრაელებს თელ სოფლიოში, მათ შორის შავკანიან ებრაელებს, მათ შორის ჩინელ ებრაელებს, იუდაიზმის მიხედვით მიდის მანდ ებრაელობის სტატუტარული საკითხების მოწესრიგება, იუდეველი თუა, ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას ახლა იქ რასობრივი ცოტა შავია, ცოტა თეთრია, ცოტა თვალები აქვს მოჭუდული, ეძებენ სანთლით. და ჩვენ აი ამდენი ქართველი ყავს გაბნეული თელ სოფლიოში და არავინ ამაზე არც დეპარტამენტი, არც სააგენტოა შექმნილი, არც პროგრამაა შექმნილი. რა თქმა უნდა ჩამოსახლებული დასაწყებია ფედერალების ჩამოსახლება. ნაღდი ქართველები, აი ძველი საქართველოს, ის დიდი საქართველოს პულსი იქ ფეთქავს. არავინ პირიქით აიძულებენ რომ მიტინგები ჩაატარონ საჯაროსთან არაძლევენ რაღაცა ცხოვრების ნებართვებს და სამაგეროდ ეს გაბერილი არაბები და ფულიანი ირანელები და ისინი შემოყავთ კორპუსებს უშენებენ კალაძე, ოდიშარია, წულაია, ივანიშვილი, ეს მთელი რაც მშენებლობები მიდის, აი მაგათზე იყიდება და ისეთ კანონებს იღებენ, რომ იოლოთ აიღონ ბინადრობის უფლება და სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მოსაწესრიგებელია, ჩვენ თვითოული ქართველი უნდა ვეძებოთ სანთლით სოფლიოში და მოვაქციოთ საქართველოსკენ. ყველა დასახურეთი ხართ, ხო ესე ოქროაშვილია, ერთი ირაკლი თუიც ასეთი ოქროაშვილი ავთანდილი, რო ყავთ გვარში სამარცხვინო. დასახურეთები ვარ თურმე. მიგაკვდათ ძაღლის სულში ერთი მეძაღლემა გაგიგონ გაჩვენებენ ძაღლის მიკვდომას. ერთსამით ეხლა ამერიოს თუ მოხდა ზანგეზურის კორიდორის გასცნა ერთსამით მეგობრებო რაღაცა ხო
დიახ, აი კიდევ არის შეკითხვები. ტაკო უყურებ თუ არა თქვენს პოლიტკარიერას კრიტიკულად არ თქვათ ფინანსები და ტელებლოკა და გვაზარალებსო ბევრს და ბევრ პერიოდში არ ქონია კარგ პოლიტიკოსებს ეს რესურსი მათ შორის ახლას და მოსახლეობის გულამდე მაინც მიდიოდნენ ანუ ტაკო კრიტიკულად გიყურებს და ეს თქვენი უფლებაა შეგიძლიათ მოგწონდეთ პარტია მოგწონდეთ პოლიტიკოსი არ მოგწონდეთ მაგრამ სასურველია გესლი აი როგორ სტროლბოტები აკეთებენ არ გადმოაფრქვიოთ და არ მოწამლოთ ატმოსფერო საზოგადოებრივი ფსიქოლოგიური იმედია საშველი იქნება აუცილებლად იქნება საშველი ინოლა მადლობა ლევანი ლუბლიანაზე რომ გაივლი თავი ირანში გეგონება ან ინდოეთში ხო ნუ ეს შესამჩნევი მომენტია ჩვენ თუ დროზე არ ჩავკეტეთ საზღვრები ეხლა მე პირდაპირ გეტყვით ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ ირანული კულტურის ცივილიზაციის სპარსულის უფრო სწორად ეს ირანიზაცია მე თურქული ტომების შესვლის შემდეგ წავიდა ეს ჩვენი უძველესი მეზობელია მათ შორის მათთან ურთიერთგაცვლა ჰქონდა მარტო ომები არ იყო კულტურული მეცნიერული ფილოსოფიური ძალიან დიდი რუსთაველის 16 სტროფიანი ტაეპიც ვეფხისტყაოსანში ირანული პოეზიის აი ასადის და ჰაფეზის კლასიკურ სტილს ეფუძნება მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ უნდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავიცვათ დღეს ირანი არის სანქცირებული ამერიკა საერთოდ ეკრძალება ირანის მოქალაქეს შესვლა იცით ალბათ ხო სხვა ქვეყნებში ევროპაში შეზღუდვით და ჩვენთან უვიზო რეჟიმი აქვს აი პირდაპირ უნებენ რომ მოდით შემოდით დასახლდით შემოდით სივრცე თავისუფალია უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს ასეთ ქვეყნებთან რომლებსაც წასასვლელი არსად არა აქვს სხვაგან და უნდა თუ არ უნდა იძულებული არიან აქეთ წამოვიდნენ და მე რა თქმა უნდა ეს იწევს ლიუბლიანაზე გაივლი თუ რუსთაველზე გაივლი ეს იწევს უკვე იმას რომ აი იმ დღესაც თქვი მენატრება ქართული ბიჭების დანახვა ბირჟაზე და მიხარია რო ხედავ რომ არ და ბრაზობდნენ რატო არ გეტყობენ მეთქი არ მუშაობენ წიგს და რას დგანან იქ და ეხლა უკვე მიხარია რო ხედავ ხო აი ამ დონეზე მიგვიყვანეს ასე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმეები წინ მეგობრებო ჩვენ უნდა დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას დიდი საქართველოს